الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهد الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا محمدا عبده ورسوله أما بعد فيا عباد الله اتقوا الله وأطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في محكم كتابه الكريم استعوذ بالله بسم الله الرحمن الرحيم وأقيموا الصلاة وآتوا الزكاة وما تقدموا لأنفسكم من خير تجده عند الله إن الله بما تعملون بصير صدق الله العظيم وقال النبي صلى الله عليه وسلم الصدقة تطفئ الخطيئة كما يطفئ الماء النار صدق رسول الله فيما قال أو كما قال ძირფასო მორწმუნეებო ჩვენ ვიმყოფებით ძალიან მადლიან თვეში ძალიან მადლიან თვარეში რომელ თვარეშიც გამჩენელმა ალლაჰმა კაცობრიობის სწორ გზაზე დასადგინებლად თავისი სიტყვა ყურანი ქერიმი წარმოგზავნა ეს არის თვე რომელშიც გამჩენელმა ალლაჰმა 1000 თვეზე უფრო უკეთესი დღე განათავსა შესაბამისად ამ თვეში გამჩენელმა ჩვენ სავალდებულოდ დაგვიდგინა მარხვა მთელი თვის მანძილზე ნებისმიერი ადამიანი რომელსაც ფიზიკურად ამის ძალა შესწევს ვალდებულია იმარხოს ამ თვეში ამასთან ერთად რა თქმა უნდა არსებობს კიდევ ერთი ვალდებულება ამ თვეში ამ თვისთვის განსაკუთრებული რომელსაც ჩვენ ფიტრის სახით ვიცით გამჩენელმა ალლაჰმა აიეთ კერიმეში შემდეგი გვამცნო ესტაუზუბილlah ინნამას სადაკატუ ლილფუყარაი ვალმასაკინი ვალამილინა ალეიჰა ვალმუალლაფათი ყულუბუჰუმ وفي الرقاب والعارمين وفي سبيل الله وابن السبيل فريضة من الله აიეთ კერიმეში გამჩენი ბრძანებს 8 კატეგორია ადამიანს რომლებზეც ზეკათი და ფიტრა უნდა გაიცეს ამ კატეგორიებიდან პირველი არის ღარიბი ღატაკი გაჭირვებული ადამიანები რომლებიც ჩვენს გარშემო ჩვენს ირგვლივ ყოველთვის იყვნენ და ასევე ქვეყნიერების დასასრულამდე იქნება ეს კატეგორია ადამიანები რადგან ჩვენთვის სიმდიდრეც, სიღარიბეც, ჯანმრთელობაც და ავადმყოფობაც ერთგვარი გამოცდა არის. გამჩენი ალლაჰი ამასთან ერთად ასევე გვიწესებს ერთ-ერთ ისლამის ერთ-ერთ ვალდებულებას კიდევ, რომელსაც ზეკათი ჰქვია. რა თქმა უნდა, ზეკათი კონკრეტულად ამ თვისთვის არ არის განსაკუთრებული, თუმცა რახან ამ თვეში გამჩენელმა ალლაჰმა სამყაროს სწორგზაზე დასადგინებლად თავისი სიტყვა ყურანიზე მოავლინა რახან ამ თვეში 1000 თვეზე უკეთესი თვე არის დაფარული ამ თვეში გაღება მისი უფრო უკეთესია ძირფასო მორწმუნეებო როგორც დღეს შუადღის ლოცვას სჭირდება დროის დადგენა და შესაბამისად ლოცვა ასევე ზეკათსაც სჭირდება დაანგარიშება ამიტომ ყველა ადამიანს ვისაც ვალდებულება ზეკათის გადახდა ვთხოვთ რომ მთელი გულწრფელობით ამ საქმეს მიუდგეთ ნახოთ სპეციალისტები და შესაბამისად ეს გამოიანგარიშოთ ზეკათი და ფიტრა არ გაიცემა დედმამაზე ბებიაზე ბაბუაზე შვილზე შვილიშვილზე და ასე შემდეგ რამდენიც არ უნდა გაგრძელდეს ზემოთ ან რამდენიც არ უნდა გაგრძელდეს ქვემოთ სხვა დანარჩენზე ეს იქნება დაძმა ეს იქნება მამიდა თუ სხვა რომელიმე ჩვენი ახლობელი მათზე გაცემა შესაძლებელია და არათუ შესაძლებელი უფრო უკეთესი რადგან ჩვენ როგორც ერთი ვალდებულების მოხდის დროს ვიღებთ ერთ მადლს ასევე ახლო ნათესავებზე აი იმ ნათესაური კავშირების გამყარებისთვის მივიღებთ მეორე მადლს ამიტომ წირფასო ჯემაღეთ ყველა ჩვენგანმა უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ ახლო ნათესავებიდან რომლებზეც ზეკათის მიცემა შეიძლება ზეკათში და ფიტრაში ჯემაღეთ ყველაზე მნიშვნელოვანია
ფიქიში, ჩვენ ლიტერატურაში, ისლამის ლიტერატურაში თემლიks ვეძახით. ეს რას ნიშნავს? აუცილებლად ადამიანის საკუთრებაში უნდა გადავიდეს. შენ რომ სახში მოიყვანო ადამიანი და დააპურო, ეს ფითრაში ან ზეკათში არ ჩაგვეთლება. აუცილებლად მას უნდა მივცეთ და მან უნდა განკარგოს ის რისი უფლებაც ღარიბ ადამიანებს ჩვენ ქონებაში გააჩნიათ. გამომდინარე აქედან, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები გამჩენი ალლაჰის სახლები. გამჩენი ალლაჰის სახლის აგება ფითრით და ზეკათით არ შეიძლება. ეს სხვა დანარჩენი ქველმოქმედებით უნდა მოხდეს. ხიდის გაკეთება, წყალის გაკეთება ფითრის და ზეკათით არ შეიძლება. ეს ღარიბი ადამიანის უფლება არის მდიდარი ის ქონებაში, ამიტომ ყველანაირად შევეცადოთ, რომ ის მივიტანოთ ადამიანებამდე და მათ საკუთრებაში გამჩენელმა ალლაჰმა როგორც გვიბრძანა, ისეთნაირად გადავსცეთ. წაკითხულ ჰადის შერიფში ალლაჰის შუამავალი შემდეგს გვამცნობს. ზეკათის, ფითრის, სადაკის გაცემა, წყალი რომ აკრობს ცეცხლს, აი ისეთნაირად წაშლის თქვენს ცოდვებსო, ალლაჰის შუამავალი გვამცნობს. გამჩენელმა ალლაჰმა მადლის მოგებაში გაგვატარებინოს ეს მადლიანი თვე. ელა ინ აჰსანალ კალამი ვა აბლა'ან ნიზამ კალამულლაჰილ მალიკილ აზიზილ ალამ كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وأنصتوا لعلكم ترحمون أستعوذ بالله بسم الله الرحمن الرحيم إن الدين عند الله الإسلام